მოსამართლე ლელა გოგიშულმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა გადაწყვეტილება დღევანდელი პროცესის სხვა სხდომებისგან განსხვავებით იყო საჯარო და ჟურნალისტებსაც მიეცათ შესაძლებლობა რომ სხდომას დაასწრებოდნენ. დღევანდელ პროცესზე არ იმყოფებოდა თავად ძალადობაში მხილებული ყოფილი პოლიციელი იოსებ სიგუა, თუმცა მისი ადვოკატი ამტკიცებდა იმას, რომ შემაკავებელი ორდერი უნდა გაუქმებულიყო, რადგან არანაირი ძალადობის საფრთხე სოფია სიგუას წინააღმდეგ არ არსებობდა. ამის საპირწონედ ჩვენ დღეს მოსამართლისგან მოვისმინეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი სამი სხდომის მანძილზე ვერ დაფიქსირდა და დადასტურდა ის, რომ იოსებ სიგუა ყოფილ მეუღლეზე ძალადობდა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, ის თვლის, რომ მაინც უნდა დარჩეს შემაკავებელი ორდერი ძალაში და ამის განმარტება იყო შემდეგნაირი. მოსამართლემ თქვა, რომ რაკიღა ძალადობაზე, ოჯახურ ძალადობაზე პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება, ის ფიქრობს, რომ საჭიროა ისევ შემაკავებელი ორდერი იყოს ძალაში. გამოდის, რომ უკვე მესამეჯერ მიიღო იოსებ სიგუამ უკვე უარი სასამართლოს ორი ინსტანციისგან იმაზე, რომ ელექტრონული სამაჯური და შემაკავებელი ორდერი გაუქმებულიყო. სოფია სიგუა და მისი ადვოკატი ამბობენ, რომ ისინი იბრძოლებენ ბოლომდე საიმისოთ, რომ მაშინაც კი, როდესაც ამ შემაკავებელ ორდერს გაუაძალა კიდევ ერთხელ აღნიშნული პროცესი შევიდეს ძალაში, რადგან იოსებ სიგუას მხრიდან ნამდვილად არსებობს სიცოცხლის მუქარაზე და ასევე ჯანმრთელობის დაზიანებაზე არაერთი მუქარა, რომელიც არის მომეტებული საფრთხე. რადგან თვითონ იოსებ სიგუა ადგილზე არ არის, უკვე ესაც იმაზე აპელირებს, რომ მან ძალიან კარგად იცოდა, რომ არ კმაყოფილდებოდა. შესაძლებლობები როგორ არ არის? ჯერ მარტო რაც თქვენ გაქვთ ჟურნალისტებს, დევნის ფაქტი რამდენი არის? მერე პლუს ამას ძალადობის და მშხვრევის. მაშინ იქით ამ მხრიდან რა არის საკმარისი? გვაზავას მოწმეობა, რომ მან დააკავა დაერეკა და დაარღვია შემაკავებელი და გვაზავა იღებს ალით თავის თავზე. მან რომ ხვალ, მე დავუშვათ მომკლას, ანუ გვაზავა იტყვის, რომ ჩემთან ერთად იყო, სხვაგან მიბრძანდით, ანუ ამის მოკლული არ არის, ესაა პასუხი. ისინი გრძნობენ საფრთხეს, იმიტომ რომ აქვთ საკმარისი მტკიცებულებები, აქვთ რეალური ჩვენებები. მეორე მხარეს არანაირი მტკიცებულებები არ აქვს, თუ არა აპმოფარვებები, როგორც ბევრჯერ აღნიშნე, ქონებრივი დავაში. ის სხვა რაღაცა, თუმცა იოსებ სიგუა დაობს. ძალადობა სრულიად სხვა რაღაცაა. ამ ორ кейს ერთმანეთში ურევენ გადაფარვის მიზნით. რომ ჩვენ აუცილებლად მოვთხოვთ რაღაც დამცავ ან როგორ გითხრათ, დამცავი ორდერი არსებობს, მოწმეთა დაცვის პროგრამა არსებობს. 13 წელის დუმილი დავარღვიე და ვთქვი, ეგ მაგის ნიშანია, რომ მე დიდი საფრთხე მაქვს და მე რადგან ესეთი ხმამაღალი ვარ, ესაა ჩემი სიმართლის დამადასტურებელი და ის რადგან ასეთი ფარისეველია, ეგაა ზუსტად ის ვირთხული საქციელი. რა თქმა უნდა, არსებობდა ძალადობის ფაქტები, ამის დამადასტურებელია ის, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაწყებულია, არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული აქვს თბილისის პროკურატურას. და ასევე ელექტრონული ზედამხედველობა არის დაწესებული ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ, კანონიერ ძალაში არის შესული ეს გადაწყვეტილება და შესაბამისად ცხადყოფს, რომ არსებობდა რეალური საფრთხე, რისკები იმისა, რომ სხვერპლს შექმნოდა სიცოცხლის და ჯანმრთელობის პრობლემები, სწორედ ამიტომ იყო დატოვებული თავის დროზე ელექტრონული ზედამხედველობა ძალაში და შესაბამისად ჩვენ დღეს ამ გადაწყვეტილებას ველოდებოდით, რომ შემაკავებელი ორდერი დარჩებოდა ძალაში. იოსებ სიგუას ადვოკატი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებენ მეორე ინსტანციაში, ანუ აპელაციაში კიდევ ერთხელ ჩაინიშნება სასამართლო პროცესი, სადაც უკვე სოსო სიგუა მოითხოვს პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას იმასთან დაკავშირებით, რომ შემაკავებელი ორდერი ძალაში აღარ იყოს. ამის პარალელურად უკვე მაყურებლისთვის ცნობილია, რომ ერთ-ერთი შეზღუდვა, რომელიც არის ელექტრონული სამაჯური, ისევ ძალაში რჩება და სოსო სიგუას პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს ამ დრომდე აქვს აკრძალული გარკვეული დისტანციით მიახლოება ყოფილ მეუღლესთან. ამის მიზეზი არის ის, რომ სოფო სიგუას განმარტებით ის 13 წლის მანძილზე პერმანენტულად იყო ძალადობის მსხვერპლი ყოფილი მეუღლის მხრიდან, მათ შორის ამ ძალადობას არასრულწლოვანი მისი შვილებიც შესწრებია, სხვა ოჯახის წევრებიც, თუმცა ამ ყველაფრის საპირისპიროდ იოსებ სიგუამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი მაღალჩინოსნები მოიყვანა წინა ორ პროცესზე საქალაქო სასამართლოში და ეს ყოფილი მოქმედი მაღალჩინოსნები ადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ისინი არ ფლობდნენ ინფორმაციას ოჯახურ ძალადობაზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვნახეთ მოსამართლის გადაწყვეტილება და რა შეფასება მოყვა ამას უკვე სოსო სიგუას ადვოკატისგან შეგვიძლია პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ. შემაკავებელი ორდერის ფაქტობრივი საფუძველი არის, რომ სოფიო სიგუას მიმართ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა. თუმცა ზეპირი დასაბუთების მსვლელობის დროს მოსამართლემ ცალსახად განმარტა, რომ არ დასტურდება სოფიო სიგუას მიერ წარდგენილი არც ერთი ბრალდება და არ დასტურდება იოსებ სიგუას მხრიდან
ძალადობის განხორციელების არც ერთი ფაქტი. მოსამართლის განმარტება მდგომარეობს შემდეგში, რომ პრევენციის მიზნით, მხოლოდ იმიტომ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ამ მოტივით ტოვებს შემაკავებელ ორდერ ძალაში, რაც თავისუფლად ჩვენი შეფასებით წარმოადგენს კანონის არსებით დარღვევას, რასაც შესაბამისად აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო წესით. მოსამართლეს უნდა გაეუქმებინა შემაკავებელი ორდერი, ის რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი ორგანოც მიიღებს შემდგომ ეტაპზე შემაჯამებელ გადაწყვეტილებას და საგამოძიებო ორგანოში მიმდინარე საქმის წარმოება არ არის ურთიერთკავშირში ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას. ძალადობის მსხვერპლი ქალი აცხადებდა, რომ იქამდე ვიდრე მან შაბათის ეთერს არ მისცა ინტერვიუ და ღიად არ ილაპარაკა მოქმედი მაღალჩინოსნის მხრიდან, მეუღლის მხრიდან ძალადობაზე, მის გამოძახებულზე პოლიციაც კი არ მიდიოდა, ის წლების მანძილზე ცდილობდა, რომ სამართლებრივად მისი მეუღლის წინააღმდეგ მიეღოთ რაიმე ზომები, თუმცა ვიდრე არ მოხდა ამ ყველაფრის გასაჯაროება, სოფო სიგუას თქმით, მის განცხადებებზე უბრალოდ საგამოძიებო უწყებებს არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო პროცესი, სოფო სიგუა ჯერ დააწინაურეს, თუმცა საზოგადოების აღშფოთების და რეაგირების შემდეგ უკვე ვნახეთ, რომ სიგუამ დატოვა აღნიშნული თანამდებობა, ის ახლა უკვე პოლიციის თანამშრომელი აღარ არის, თუმცა დავა ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით სოფო სიგუას და იოსებ სიგუას შორის გრძელდება.